გამარჯობა. მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. ეკრანებთან მეორე კლასელებს გიწვევთ. რა თქმა უნდა, გაინტერესებს რა საგნები მიწვია მაგიდაზე. ან რატომ აქვს ისინი მომზადებული? საქმე იმაშია, რომ დღეს გადავწყვიტე პატარა წარმოდგენა გავმართოთ ერთად. ამისთვის გამოვიყენე მუყაოს ყუთი, ფიგურები, რომელიც გამოვძერწეთ და ასევე ფერადი ქაღალდები, რომლითაც შევქმენი ეზოს გარემო. ამ ყველაფერს ერთად დიორამა ეწოდება და მისი საშუალებით არაჩვეულებრივი წარმოდგენების გამართვა შეგიძლია სახლში. პირველ რიგში წარმოდგენა რო გავმართოთ, ჯერ ტექსტი უნდა წავიკითხოთ. ჩვენც ასე მოვიქცეთ. ტექსტს, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ, ქვია ლუკა და მეკობრე. ის ამერიკელი მწერლის ქეროლ მურის მოთხრობის მეკობრის მიხედვითაა შექმნილი. მაშას დავწყოთ. ლუკამ და ბიბიმ მთელი საღამო ითამაშეს. ლუკას ტკბილად ჩაეძინა. სიზმარში მეკობრე ნახა. ხობიდან 20 ნაბიჯზე და ვარდის ბუჩკიდან 10 ნაბიჯზე ძვირფასი განძიო! როხროხით თქვა მეკობრემ სიზმარში. მეორე დღეს ლუკამ ბარი აიღო. აი ამ სამუშაო იარაღს ქვია ბარი. ნაბიჯები გადათვალა და თხრა დაიწყო. მალე ღრმა ორმო ამოთხარა. ორმოს გვერდით მიწის გორა გაჩნდა. რასაც თხრიდა, იმას ხო გვერდით ყრიდა. იმისგან გორა დადგა. ლუკა ორმოს თხრა გააგრძელა. თხრიდა. ორმო სულ უფრო ღრმავდებოდა. მიწის გროვა კი სულ უფრო მაღლდებოდა. ლუკა თხრას განაგრძობდა. ახლა ორმო ძალიან ღრმა იყო. მიწის გროვა ძალიან მაღალი. ლუკამ ამოიხნეშა. ამოისუნთქა ღრმად და შეწუხებულმა, ამას ქვია ამოიხნეშა. მერე შუბლზე ხელი გადაისვა და თქვა: ძალიან დავიხალე, მეტი აღარ შემიძლია. უცებ რაღაც შეამჩნია. ეს ძვალი იყო. სწორედ ის ძვალი ბიბი რომ დაათრევდა წინა კვირას. ნახე, ილუსტრაციაზეც ჩანს. განძის მაგივრად ლუკას შერჩა ბიბის დამალული ძვალი. წარმომიდგენია, რას გრძნობს ახლა ჩვენი ლუკა. ალბათ როგორი შეწუხებული და იმედგაცრუებულია. ასე რომ ლუკას განძის ნაცვლად ბიბის ძვალი, ამოთხრილი ორმო და მიწის გროვა შერჩა. რა უნდა ეკნა? მიწა ისევ უკან უნდა ჩაეყარა და ორმო ამოევსო. როგორ დავუჯერე მეკობრეს? გაბრაზდა ლუკა თავის თავზე. თან რომელ მეკობრეს, რომელიც სიზმარში ნახა. ამ დროს აივანზე ლუკას დედა გამოვიდა. ორმო რომ დაინახა, გაიღიმა და ტაში შემოჰკრა. ნეტა რაშია საქმე? ნეტა რა უხარია ლუკას დედას? ამოთხრილი ორმო რატო უნდა გიხაროდეს ადამიანს ასე? პირიქით შეიძლება და ზოგიერთი დედა გაფრაზებულიყო კიდეც, რომ ეზო გადათხარაო. ნახოთ რა ხდება. რა კარგია. დიდი მადლობა ლუკა. ამ ადგილას ვარდის ბუჩქის დარგვა მინდოდა. ორმოს გათხრისთვის 5 ლარს გაჩუქებ. მოდი, შენს ყულაბაში ჩავაგდოთ. ლუკა სიხარულისგან შეხტა. მან ხომ შვენიერი ჯილდო მიიღო.
ბიბიმაც ხტუნვა და კუდის ქიცინი დაიწყო. მართალია სიზმარში ნანახი მეკობრის განძის ადგილი არ აღმოჩნდა მართალი, მაგრამ არანაკლები ჯილდო მიიღო დედიკოსგან. ასე ხდება ხოლმე, შეიძლება ჩვენ რაღაცა სხვას ველოდებით, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და კარგი ამბავი შეგვემთხვეს და გაგვეხარდეს. ახლა რა უნდა ვქნათ? რა თქმა უნდა, დავაკვირდეთ პერსონაჟებს, რომელიც ამ ტექსტში იყო. მე წინასწარ გავამზადე ყველაფერი, რათა ახლა დრო არ დამეკარგა ძერწვაში. თუმცა ჩვენ რომ სტუდიაში ერთად ვიყოთ, ამ ყველაფერს თქვენი ხელით დაამზადებდით. რა თქმა უნდა, სახში ასეც მოიქცევით. ყურადღება. ჩვენ ტექსტში ვყავდა პერსონაჟები ლუკა, ჩვენი მეკობრე, დედა და ბიბის გარეშე დარჩენა ყოველ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ბიბიც. ასევე წინასწარ მოვამზადე ვარდის ბუჩქი, რომელიც ამ ტექსტშია ნახსენები, იმიტომ რომ იქიდან თუ არ ვცდები 5 ნაბიჯი გადათვალა, არ მახსოვს. წარმოდგენის დროს კი ყველაფერი ზუსტად უნდა გვახსოვდეს. ამიტომ აუცილებელია ტექსტს მივუბრუნდეთ და ეს დეტალი დავასუსტოთ. რა ორას ამბობს მეკობრე? ვარდის ბუჩქიდან 10 ნაბიჯზე. ნახე, მე კი 5 მახსოვდა. შენც აუცილებლად კარგად მოემზადე წარმოდგენის წინ, რომ ზუსტად გახსოვდეს, როდის რა უნდა თქვა, რა რის მერე უნდა შეასრულო. ასევე მომზადებული მაქვს პირობითად ორმო, რომელიც დაგჭირდება, სამუშაო იარაღი, გახსოვს რა ერქვა ამას? ბარი სწორად მახსოვს? და რა თქმა უნდა, მიწის გროვა, რომელსაც ბოლოს დააგროვებს ჩვენი ლუკა. მომზადებული მაქვს კიდევ სანთელი, რომელიც ტექსტში არ არის ნახსენები, თუმცა იმის აღსანიშნავად, რომ დაღამდა და ლუკა დასაძინებლად დაწვა, მე მგონი გამოგვადგება. მაშასე, დავიწყოთ. ჩვენი ტექსტი იწყებოდა ასე. ლუკა და ბიბი თამაშობდნენ, შემდეგ ლუკამ დაიძინა და სიზმრად მეკობრე ნახა. დავიწყეთ. რა თქმა უნდა, თხრობელიც თავად უნდა იყოთ. ლუკამ და ბიბიმ მთელი საღამო ითამაშეს. ლუკას საღამოს ტკბილად ჩაეძინა და სიზმრად მეკობრე ნახა. მეკობრესთან ერთად ალბათ ეზო დაესიზმრა. ალბათ მეკობრე იქ აუხსნიდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი განძი. ამიტომ ჩვენც ეზოში ვაგრძელებთ მოქმედებას. შესაბამისი ინტონაციით ვცდილობთ ახლა მეკობრის სიტყვები გავიმეოროთ. რა ორას ამბობდა მეკობრე? ჩავიხედოთ. ხობიდან 20 ნაბიჯზე და ვარდის ბუჩქიდან 10 ნაბიჯზე ძვირფასი განძია. რა ხდება მერე? შემდეგ მეორე დილით, როგორც კი თენდება, ჩვენი ლუკა იღებს ბარს, ნიჩაბს და იწყებს ორმოს ამოთხრას. ძალიან დიდხანს თხრის. მასთან ერთად არის ბიბიც. და აი ჩვენმა ლუკამ დიდი მიწის გორა დააყენა ირგვლივ, მაგრამ განძი ვერ იპოვა. ამ დროს დედამ გადმოიხედა აივნიდან. რა კარგია, ლუკა. სწორედ მაგ ადგილას ვარდის ბუჩქის დარგვას ვაპირებდი. დიდი მადლობა. ამისთვის მე შენ 5 ლარს გაჩუქებ და ის შეგიძლია შენს ყულაბაში ჩააგდო. ლუკა სიხარულით ხტუნავდა და მასთან ერთად ხტუნავდა ბიბიც. აი ასე შეგიძლია გამართო წარმოდგენა და ჩვენი დავალებაც სწორედ ეს არის.
შექმენი დიორამა, შენი საყვარელი ზღაპრის მიხედვით და გამართე წარმოდგენა. დაფიქრდი, რომელია შენი საყვარელი ზღაპარი, ან მოთხრობა. შეგიძლია ლუკაზე და მეკობრეზე მოამზადო. მოამზადე საჭირო მასალა, ხუთი, წებო, ფერადი ქაღალდები. შემდეგ გადაიკითხე აუცილებლად ტექსტი, რომელიც შენში არჩიე. ტექსტის მიხედვით გამოძერწე პერსონაჟები. 5 გააფორმე ტექსტის შესაბამისად, ანუ ზუსტად ის გარემო უნდა იყოს დიორამაშიც. გაიარე რეპეტიცია. ამის გარეშე სრულფასოვანი წარმოდგენა არ გამოგვივა. ბოლოს მოიწვიე ოჯახის წევრები და თანატოლები, დიორამის გამოყენებით გამართე წარმოდგენა. თუ შეძლებ, ვიდეო გადაიღე და აუცილებლად გამომიგზავნე. სულ ეს იყო. გემშვიდობები, მომავალ შეხვედრამდე. კარგად.